პუშკინის სკვერში ნატოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ეს იყო პასუხი იმ აქციისა, რომელიც დღეისთვის იყო დაანონსებული, რომლის სლოგანიც იქნებოდა ჩვენ გჭირდება რუსეთთან ურთიერთობა, არა ნატოს. აქციის მონაწილეები ნატოში შესვლას უჭერენ მხარს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამარცხვინო ინფორმაცია, რომ ქართველმა ხალხმა უარი უნდა ვთქვათ ნატოზე და ქართველმა ხალხმა უნდა ვიაროთ რუსეთის გზით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ამ ინფორმაციას მოყვა პროტესტი, ესე სპონტანურად დაიგეგმა აქცია, გავრცელდა მოწოდება, რომ გამოვიდეთ და გამოვხატოთ ქართველი ხალხის მართლაც ურყევინება, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი. აქციის მიზანი ერთადერთია, მე მგონი, რომ საქართველოს მომავალი, საქართველოს უსაფრთხო და საქართველოს მშვიდობა დამოკიდებულია მთლიანად ნატოში ინტეგრაციაზე. ნატო ნიშნავს ამას. არა ნატო, რომელიც აქცია არის დანიშნული სადღაც 3 საათზე, ნიშნავს პირიქით. ეს ნიშნავს მონობას. ეს აქცია არის აქციის პასუხი, რომელიც ჩატარებული იყო დღეს აქ 3 საათზე. იმ აქციის ორგანიზატორებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ მათ უნდათ რუსეთი, მათ არ უნდათ ნატო. და ურჩევნიათ რუსეთთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა, ნატოსთან ინტეგრაციას. ჩვენ ვაფიქსირებთ დღეს აქ, რომ ჩვენ გვინდა ნატო, ჩვენ გვინდა ევროპული ინტეგრაცია და ამ აქციის მიზანი და ამ ხალხის აქ მიზანი სწორედ ეს არის.